ჩემს წინა ვიდეოს მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და დამიკომენტარის რომ წალკაშიც გვესტუმრიო, ამიტომ წავიდით წალკაში. მთების, ტბების, ისტორიული ძეგლებისა და არქეოლოგიური ფასეულობების მხარეა წალკა. ეს მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში თრიალეთის ქედზეა გაშლილი და განსაკუთრებით საინტერესოა აქტიური დასვენების მოყვარულთათვის. თბილისიდან კი სულ რაღაც 2 საათში თქვენ მოხვდებით წალკაში. აი, ამ სახლში ცხოვრობს ჩვენი მასპინძელი. ჩვენი მასპინძელი კი გახლავთ მამა ჩემის მკვიდრი დეიდაშვილი გულომამიდა და სწორედ გულომამიდას დამსახურებაა რომ ჩვენ წალკას ვესტუმრეთ. გულომამიდა წალკის მუნიციპალიტეტ სოფელ ტბეთში ცხოვრობს, ეს კი გახლავთ საქართველოში არსებული ყველაზე დიდი წყალსაცავი, წალკის წყალსაცავი, რომელიც ზღვის დონიდან 1506 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ხა მე ვიღაცის ხანაში დავდივარ რომ მივიდე ეკლესიასთან. ახლა კი მინდა გიამბოთ წალკის წყალსაცავში ჩაძირული ტაძრის შესახებ. 1946 წელს წალკის მუნიციპალიტეტში მდინარე ხრამზე ენერგეტიკული მიზნებისთვის წალკის წყალსაცავი გაკეთდა. წყალსაცავის ფუნქციონირებისას დაიტვარა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ამასთანავე ეკლესიაც, რომელიც სავარაუდოდ მე-11 საუკუნეშია აშენებული. წალკის წყალსაცავის დატბორვა ფაქტობრივად 1957 წლიდან დაიწყო. როგორც ლევან გოთუას უწერია, ერთ-ერთი სოფლის საეკლესიო პირი, რომელიც ამ ტერიტორიაზე წყალსაცავის აგებას ეწინააღმდეგებოდა, ეკლესიის წყლით შევსებასთან ერთად დაიხრჩო. ამ სოფელს ადრე ხადიკი ერქვა და უმეტესად ბერძნებით გახლდათ დასახლებული. ბოლო პერიოდში მათი უმრავლესობა საბერძნეთში დაბრუნდა. ამ ადგილზე ჩამოსახლება კი სვანებმა სვანეთში მომხდარი კატასტროფების გამო დაიწყეს. წალკაში აჭარაში მომხდარი სტიქიური უბედურებების შედეგად რამდენიმე აჭარული ოჯახიც გადმოსახლდა. ერთ-ერთი კი გახლდათ გულომამიდას ოჯახი, დღეს ეს ტერიტორია კი ქართულ დასახლებადაა მიჩნეული. მოვედით შუშის ხიდთან და აუცილებლად იქონიეთ თან პირადობა, რადგან საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასი არის 46 ლარი, ხოლო უცხოელებისთვის 76. 20 წელი ცხოვრობს წალკაში და აქ ამ ხიდზე არ არის ნამყოფი, შუშის ხიდზე. თუთა ხარ არის ნამყოფი და პირველად თქვენ წამომიყვანა, ჩემმა სიცოცხლემ წამომიყვანა. ეს ხიდი რამდენი ხანია რაც ააშენეს მგონი? 2-3 წელი დაახლოებით. გეშინია? სამწუხაროდ გაწვიმდა და მე ველოსიპედზე ვეღარ დავჭდები. ახლა ბრილიანტში შევალთ და იმედი მაქვს რომ მაინც გადავიღებ ლამაზ ფოტოებს. მართალია იქ ვერავინ ვერ გადამიღებს ალბათ. დიაჩემი და მაჩემი ვერ გადამიღებ, მაგრამ რაღაცას ვასწავლი და ნახოთ. ჯიკ. ლამაზია. მინდა რომ გავიკატავო ველოსიპედითაც და იმედია არ იწვიმებს კიდევ, ან გადაიღებ. სუდამინდში ველოსიპედი არ მუშაობს. მართლა ძალიან ლამაზია და ყველა აუცილებლად უნდა იწვიოთ ამ ადგილს. უბრალოდ ვისაც სიმაღლის შიში გაქვთ, შეიძლება შეგეშინდეთ, იმიტომ რომ გაჩვენებთ ახლა რა ხდება დაბლა. ამინდი გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აი თან ცისარტყელა. აუ, იქეთ აზე ხო დამსვავთ, დრონით უნდა გადავიღო. იქეთ ველოსიპედზე ხო დამსვავთ. აუ, ისინი მაგრად ხომ ადამონი. Ladies and gentlemen, welcome to Planet Earth. Everything that
when you call on Jesus' name. Everything that I've read, praise the Lord. Worship Christ with the best of your portions. I know I won't forget all He's done. He's the strength in this race that I run. Every time I look up, I see God's faithfulness, and it shows just how much He is miraculous. I can't keep it to myself. I can't sit here and be still. Everybody I will tell till the whole world is healed. King of kings, Lord of lords, all the things He has in store. ძალიან ლამაზი ჩანჩქერია, მაგრამ არის აი დაბლა. აი ამ ქალბატონების გამო ვერ ჩავდივართ, იმიტომ რომ შორი გზაა და ეზარებათ. აი ესე მიდის გზა და მე ესე ფეხით უნდა გონი ქვემო, აი ესე ფეხით უნდა ჩახვიდეთ და აი აქ არის ის ჩანჩქერი ლამაზი.